მოდი პირველ რიგში დავიწყოთ ესე იგი ეს არის აბა ზოსიმე დიდი მოღვაწე იყო ადამიანი და ძალიან საინტერესო საუბრებია ესე იგი აი ახლა ადამიანის სულს რო ეამება და თუ ამის შესრულებისთვის შესრულებას ეცდება მისი სულიერი მდგომარეობა იქნება ჯანმრთელი. აბა ზოსიმე საუბრის დაწყებამდე პირჯარს გამოისახავდა ხოლმე და შემდეგ ამბობდა ღვთის სიტყვამ თავისი განკაცებით ისეთი მადლი უბოძა მათ ვინც იგი იწამა და სწამთ რომ ვისაც ნებავს და სწადია ძალუც მთელი ქვეყნის ავლა-დიდება მტრად და არარად შერაცხეს. მთავარია მის ამ წადილსა და არჩევანს საღვთო მადლის სინერგია მასთან თანხვედრა ჰქონდეს. და აიღებდა რასაც იპოვიდა, ჩალას, ძონძს, ან რაიმე გამოუსადეგარს და ამბობდა ვინ არის კაცი, ვინც ამ არარაობის გამო იბრძვის, დაობს და ძვირს იხსენებს, თუ მართლა ჭკუიდან გადასული არაა. ამიტომ ღვთისკაცს, როცა იგი სულიერად შრომობს და წარემატება, მთელი ეს ქვეყანა ჩალის ფასადაც არ უღირს. თუნდაც მისი მფლობელი იყოს, რადგან საზიანო ქონების ფლობა კი არა, მასზე მიჯაჭვულობაა. ნახეთ აი. ვინა განა ესე რო თქვა სხვა სიტყვებით, განა სულელი არ არისო, ვინც ამეების გამო იბრძვის და დაობს და ძირს იხსენებს. ანუ სხვაზე ცუც ლაპარაკობს. დღეს რომ შევხედოთ ესე იგი შფოთის და არეულობის და უბედურების ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ ეს არის ნივთების და სიმდიდრის სიყვარული. ვინ არის ის რომ რაც კი ნივთიერი გაგვაჩნია და ნახეთ როგორ ამბობს ანუ უბედურება იმაში კი არ არის რომ ადამიანს შეიძლება რაღაცა გარკვეული სიმდიდრე ჰქონდეს. უბედურება იმაშია რომ ადამიანი ბევრი აქვს თუ ცოტა ამაზე იყოს მიჯაჭვული, ამაზე იყოს დამოკიდებული, დამონებული. აი იმის იმედი ჰქონდეს. მოციქული პავლე ამბობს რომ ვერცხლის მოყვარეობა ეს არის კეფთაყვანისმცემლობა. კერპი რა არის? კერპი არის ის რაც ჩვენსა და ღმერთს შორის დგება და ჩვენგან მოითხოვს თაყვანისცემას, როგორც ღმერთისადმი თაყვანისცემას. ეს არის კერპი. ნებისმიერი რამე, ნივთი იქნება ეს თუნდაც ადამიანი იქნება, რომელიც ჩვენსა და ღმერთს შორის დგება, ის უკვე კერპია. ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ფული, ასეთი კერპი. აი მაგალითად, იცით თქვენ დიოგენე იყო ერთი ასეთი ძენი კაცი, ფილოსოფოსი, ცოტა უცნაური, ცოტა კი არა, ძალიან უცნაური. კასრში ცხოვრობდა ეს ჩვენი დიოგენე და არაფერი არ გააჩნდა ერთი ფიალას, ერთი თასის გარდა. და იმასაც წლის დასალევად იყენებდა. და ერთხელ დაინახა, რომ ერთმა პატარა ბიჭუნამ ესე პეშვით დალია წყალი, მივიდა წყაროსთან. აჰა, თურმე ამის გარეშე შეიძლებაო ცხოვრებაო და აიღო და ისიც მოისროლა. დადიოდა დღისით, ზისით, როგორც იტყვიან, ანთებული ლამპრით და ამბობდა, რომ ეკითხებოდნენ, ხო უცნაურობა ეხლა, ღამე დადიან ასე და ეს დღე დადიოდა. რატო დადიხარო? ამბობდა, ადამიანს ვეძებ. ადამიანი, ხო გამოთქმაც რომ ეგეთი კაციო სანთლით არის საძებარი. ადამიანს ეძებდა. ადამიანები ბევრი არიან, მაგრამ აი გუშინაც უпростоრად გუშინ წინ ბავშვები რო იყვნენ. იქ არის ეზოპესთან დაკავშირებით ერთი ასეთი ამბავი, რომ აბანოში წავიდა და აბანოდან რო დაბრუნდა, ეკითხება თავისი მეგობარი, რომ რამდენი ადამიანი იყო აბანოშიო და რომ რიგში ჩამდგარიყო, ესე იგი ძველად ხო ესე არისო, სოფელში შეიძლება ერთი აბანო ყოფილიყო და ყველა იქ დადიოდა. ერთი ადამიანი იყო,
ამას გაეხარდა, რომ ალბათ მეორე მე ვიქნები რიგშიო, დიდი რიგი არ არის. მივიდა და უამრავი ხალხი დახვდა. ეს განაწყენებული მოვრუნდა და ეკითხება, რომ განაო, შენ არ მითხარიო, დავით, ღია დატოვე ეგ კარები, ვერაა კარგი ხმა, გამოაღე და ღია დატოვე. ესე იგი, შენ არ მითხარიო, რომ ერთი ადამიანი იყო და ამოდენა ხალხი დამხვდაოდა. შენ ადამიანზე მკითხეო და ადამიანი ერთი იყო იქ, მათ შორის. და როგორ და გააღე, გიო, კარები გააღე და ღია დატოვე. თორე იმდენი შევა და გავა, რომ მაგის ჭრიალი შეგვაწუხოს. რომ მოდიოდნენ ხალხი აბანოში. იქო ქვაეგდო და ვიღაცა წამოქრავდა ამ ფეხს, ამ ქვას ფეხს და წაბორძიგდებოდა, კინაღამ წაიქცეოდა, გადაულიდა და წავიდოდა. და ერთმა მოიფიქრა, რომ აიღო ეს ქვა, რომ წამოქრა თვითონ ფეხი, მიბრუნდა, აიღო ეს ქვა და გადადო გვერდზე. და აი იყო ერთი ადამიანი იქო, რომელმაც სხვაზე იფიქრა. მასაც შეეძლო იფიქრა სხვებივით, რომ მე უკვე წამოვკარი და ხო ვიცი, სადაც გდია და გავითვალისწინებ, აღარ წამოვკრავ. მაგრამ იმ ერთმა სხვაზე იფიქრა და ის ერთი იყო ადამიანი. მე ეგრე საქმე. ვინ არის ის, რომ რაც კი ნივთიერი გაგოჩნია, ყველაზე ძვირფასი ჩვენი ხორცია, ჩვენი სხეული. და ზოგჯერ, როცა დრო და გარემოება მოითხოვს, მისი უგულებელყოფა მცნებად გვაქვს მოცემული. და თუ კი თვით ხორცის უგულებელყოფა გვიხდება, მით უმეტეს, რაც მის გარეთაა. ანუ ნებისმიერი ნივთი. აი დღეს მინდა მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს ხსენება, მერვე საუკუნეში ისინი მოწამეობრივად აღესრულნენ. ქრისტეს სიყვარულისთვის იმაზეც კი, რაც ყველაზე ძვირფასი გვაქვს ნივთიერად, ანუ ჩვენი სხეული, იმაზეც კი უარი თქვეს და ქრისტეს სიყვარულისთვის სისხლით დასთხიეს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იქ სადაც ადამიანი, ახლა წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ამისთვისაც კი მზად არის, როგორ სიმაღლეს არის მიღწეული, ის ახლა ნივთების გამო იჭიდავებს და იბრძოლებს, რომ არა ჩემია და არა ჩემია, იტყვის, არ იტყვის. შენია და შენი იყოსო, თუ ვინმე წაართმევს. გახსოვთ ამას წინათ, აი აქ არის ახლა ჩვენ მივალთ და მაგას წავიკითხავთ, ესე იგი, აი მოდი მივიდეთ წინასწარ არ გავუსწრებთ. მაშინ აბა ზოსიმემ ის ძმა გაიხსენა, ბოსტანი რომ გააშენა და თქვა, განა იმ ძმა მარდათესა, განა მან არ მოთოხნა და არ იშრომა და არ დაამუშავა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისე ცხოვრობდა თითქოს არც კი ჰქონოდა ბოსტანი. ანუ მისი გული არ იყო მიჯაჭვული იმაზე, რასაც აკეთებდა. ამიტომ, როდესაც მას ბერი ესტუმრა, რომელსაც მისი გამოცდა სურდა და ნათესის განადგურება დაიწყო, ძმა დაიმალა და არც კი გამოჩენილა, ანუ მის ბოსტანს, მის ნაშრომს ანადგურებდნენ და თვითონ დაიმალა და არ გამოჩენილა. მხოლოდ მაშინ გამოვიდა ერთი ძირიღა რომ იყო დარჩენილი და ბერს უთხრა. ეხლა მე რომ ამას კითხულობდი, აი ეხლა სადაც გავჩერდი, მე აქ ვიფიქრე რომ ალბათ უთხრა რომ ეგ ერთი ღაა დარჩენილი და იქნებ გასამრავლებლად მაინც დაეტოვა. მაგრამ ეს ჩემი მიწაზე რომ ხოხიალობს იმ გონებამ იფიქრა და ეხლა ამან რა იფიქრა ნახეთ. თუ გსურს მამაო დატოვე ეგ ძირი, რათა ტრაპეზი მოგიმზადო. ანუ ისე მისთვის. არა იმისთვის რომ რაღაცა კიდე გავამრავლო და კიდე გქონდეს. არამედ იმისთვის რომ შენ მოგიმზადო ეგ თან როგორია თუ გინდაო. მაშინ ბერი მიხვდა რომ ძმა ღვთის მონა იყო და არა ბოსტნის და უთხრა, შენზე ღვთის სული განისვენებს ძმაო. აი ვისი მონა იყო ეს, არა ნივთების, არა სიმდიდრის, არამედ შეიძლება ადამიანს ბოსტანიც ჰქონდეს, შეიძლება სასახლეც ჰქონდეს, მაგრამ მისი გული არ იყოს მიჯაჭვული იმაზე. იმიტომ რომ იცოდეს, რომ ის დროებითია. გახსოვთ ერთი კაცი რომ იჯდა სამსართულიანი სახლის წინ თავის სასახლე იყო. გაიარა გამლელმა და უთხრა რომ ვისიაო ეს სასტუმრო. მას ეწყინა, ეს სასტუმრო არ არისო, ჩემი სახლია.
ვინ ცხოვრობდაო შენამდეო? ჩემამდე მამა ცხოვრობდაო. იქამდე პაპამ ააშენა ესო პაპასი იყო და შენს მერე ვინ იქნება? ჩემი შვილი. ხო და სასტუმრო ყოფილაო, ყველანი დროებით ხართო მანდ. და იმ ნივთებზე, ნებისმიერ ნივთზე თუ ესე იფიქრებს ადამიანი, რომ ეს მე დროებით მაქვს და დროებით მომაბარა უფალმა, რომ გამკარგო რაღაცისთვის. მე უნდა ვფლობდე იმ ნივთებს და ნივთები არ უნდა ვფლობდნენ ადამიანებს. ძმა ბოსტანზე რომ ყოფილიყო მიჯაჭვული, მაშინვე გამჟღავნდებოდა, წუხარება და შფოთი შეიპყრობდა. მან კი ნათლად დაგვანახა, რომ ბოსტანი კი ჰქონდა, მაგრამ ისე ცხოვრობდა, თითქოს არც კი ჰქონია. აბა ზოსიმი ასევე ამბობდა, ეშმაკები ამჩნევენ ასეთ რამეებს და როცა ხედავენ, რომ მავანს არ აქვს მიჯაჭვულობა და ტოლო ამ ქვეყნიური ნივთების მიმართ, არ შფოთავს და არ წუხს მათ გამო, ხვდებიან, რომ თუმცა იგი წუთისოფერში ცხოვრობს, ყოველივე წარმავალი მკვდარია მასშია. წუთისოფერში ცხოვრობს, მაგრამ ამ წუთისოფერშივე ის არის ზეცის მოქალაქე. როგორც მოციქული პავლე ამბობს, არა მაქვს საყოფელად აქა ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ. ჩვენ სამუდამო სამკვიდროდ კი არ მოგვეცავა ეს ქალაქი, არამედ იმ მერმინდელ ქალაქს ვეძიებთ. კვლავ თქვა, ადამიანის განწყობა განსხვავებულია. შეიძლება ერთმა მხურვალე განწყობამ 1 საათში ისეთი ნაყოფი გამოიღოს, რასაც უდები კაცი 50 წელშიც ვერ მიაღწევს. ანუ ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანს ეკლესიური ცხოვრება დაუწყია და მალევე მიუღწევია რაღაცისთვის. სულიერი გაგებით ვამბობ. მაგრამ შეიძლება სხვა მართლაც როგორც აქ წერია 50 წელი ცხოვრობდეს ეკლესიურად, მაგრამ ერთი და იგივე ადგილს ტკეპნიდეს და არაფერი არ გამოდიოდეს, სულიერად წინ ვერ მიიწევდეს. და თუ ეშმაკებმა დაინახეს, რომ მავანი შეურაცხეს, აგინეს ან სხვა რაიმე ვნება შეამთხვეს, ის კი დარდობს არა იმიტომ, რომ ცუდად მოექცნა, არამედ იმის გამო, რომ ხნედვერ დაითმინა უსამართლობა. ძრწიან, ანუ ეშმაკები ძრწიან, ასეთ განწყობას ხედავენ ადამიანში, მაგალითად რიგშიც გახარ და წინ ვიღაც ჩაგიხარ. იმაზე კი არ დარდობ, რომ რიგში ჩაგიხარ. იმაზე დარდობ, რომ შენზე წინ რო წავიდა, შენ რო ეს ჯეროვნად ვერ მოითმინე. და სიყვარულით ვერ მოითმინე. იმაზე დარდობ, შენს სიმცირეს დარდობ. შენს ესე იგი ეს სულგრძელობა რომ არ გეყო იმას რომ დარდობ, ესეთი ადამიანის გამო, ასეთ განწყობას რომ ხედავს, ეშმაკები გარბიანი. რადგან იციან, რომ იგი ჭეშმარიტების გზას ადგას და სურს ღვთისმცნების თანახმად იცხოვროს. ანუ ეშმაკი ძრწის ამის გამო, ესეთი განწყობა, როდესაც აქვს ადამიანს. გაიხსენა წმინდა პახუმი დიდიც. პახუმი დიდი იყო, ესე იგი მე-3 საუკუნის ბოლოს დაიბადა თებაიდაში, თებაიდა ზემო ეგვიპტეა. ის წარმართულ ოჯახში დაიბადა, ესე იგი და ჯარში როდესაც მსახურობდა, რასაოცარი, მაგალითს ამხელა ძალა შეხედ. მაშინ ხო ქრისტიანობა იდევნება 313 წლამდე მით უმეტეს ხო სანამ მილანის ედიქტს გამოსცემდა კონსტანტინე დიდი და ეს წარმართია, ქრისტიანები იდევნებიან. და ეს ჯარში მსახურობს და ხედავს ადამიანებს და მათი ცხოვრების წესი იმდენად მოეწონება, რომ ესე იგი, დავუშვათ, ესა თუ ის ჯარის ნაწილი, ამა თუ იმ ქალაქში დაბანაკდა გარკვეული დროით, ხო ხდება ხო? და იქ ხედავს ადამიანების ცხოვრებას და იმდენად მოხიბლა მათმა ცხოვრების წესმა, რომ თვითონ გაუჩნდა სურვილი გაერკვია თუ ვინ იყვნენ, რა ხალხი იყვნენ და აღმოაჩინა, რომ ესენი ქრისტიანები არიან. და მას შემდეგ მოინათლა პახუმი დიდი და ეს იყო, ესე იგი, ზოგად ცხოვრებულთა მონასტრების დამფუძნებელი. აი ხო არის განდეგილური მოღვაწეობა, სხვა არის ადამიანი განმარტოებით რო ცხოვრობს. ზოგად ცხოვრებულთა მონასტრები არის მონასტერში, რომ უამრავი ადამიანი ცხოვრობს და ცნობილია, რომ ის მონასტერში 1000-მდე ბერი ცხოვრობდა. და ბერძნული ალფავიტის მიხედვით
ჰქონდა დაყოფილი, ესე იგი ერთნაირად და ცოტა მრისხანე ისინი ვინც იყვნენ ერთად იყვნენ ასეთები ერთად შეთები ერთად და ესე ჰქონდა დაყოფილი. გაიხსენა წმინდა პახუმი დიდიც, რომელსაც ღვთისგან მიღებული უწყებით მონასტრის გავრცობა ჰქონდა განზრახული. ანუ ღვთისგან მიცემული ესე იგი მითითება რა იყო, რომ თვითონ ანგელოზმა მისცა სპილენძის ფირფიტაზე დაწერილი ტიპიკონი, ანუ წესგანგები. როგორ უნდა ელოცათ, რა დროს უნდა ელოცათ, რა დროს დაეძინათ, თუ რა დროს ეჭამათ, როგორ შემოსულიყვნენ და ასე შემდეგ. ყველაფერი რაც უკავშირდებოდა სამონასტრო ცხოვრებას, აი ეს ანგელოზისაგან მიიღო სპილენძის ფირფიტაზე დაწერილი. უფროსმა ძმამ კი გაკიცხა და უთხრა: მორჩი ქედმაღლობას, ანუ ესეთ ადამიანს, ესე დიდ მოღვაწეს ეუბნება მორჩი ქედმაღლობას. როცა წმინდა პახუმა ეს მოისმინა, როგორც მისი ბიოგრაფი მოგვითხრობს, ისე მიიღო თითქოს სიმართლეს ეუბნებოდა. არ შეეპასუხა, თავი ხელში აიყვანა და არ გაწყრა. იმავე საღამოს ერთ პატარა სარდაფში ჩავიდა და ტირილით შეევედრა ღმერთს. ღმერთო ჩემო, ჯერ კიდევ ცოცხლობ ჩემში მიწიერი გრძნობები, ჯერ კიდევ ხორციელად ვცხოვრობ. ვაიარს ჩემ და რადგან როგორც წერია სიკვდილი მელის, ვაიმე საწყალობელს. ამდენი შრომისა და შინაგანი მზადების შემდეგ კვლავ გულის წყრომა მეუფლება, თუმდაც კარგი საქმის გამო. უფალო შემიწყალე, რათა არ წარწმუნდე. რადგან თუ მტერი ჩემში სისუსტეს იპოვის და შენ არ დამიცავ, მისი მონა გავხდები. რამე თუ რომელმა ყოველის ჯული დაიმარხოს და სცდეს ერთითა, იქ უნდა იგი ყოვლისავე თანამდება. წამს რომ თუ შემეწევა შენი უზომო მოწყალება, ვისწავლი წმინდათა გზით სვლასა და სულიერ წარმატებას, რადგან მათ ჯერ უნდა დაამდაბლეს მტერი. და თუ ჯერ მე არ ვძლევ წინააღმდგომს, როგორღა დავმოძღვრო ისინი, ვისაც შენ მოუწოდებ, რომ ჩემთან ერთად ამ გზას შეუდგნენ. ამ სიტყვებს იმეორებდა და მხურვალე ცრემლით ლოცულობდა. მთელი ღამე სარდაფში გაატარა, სანამ დღის შუქმა არ იმატა. ვერი ოფლად იღვრებოდა, რადგან ზაფხული იდგა, იქაურობა სიცხისგან იწოდა და მის ფეხებთან მიწაც კი ატალახდა. და კვლავ აღფრთოვანებით ამბობდა ნეტარი ზოსიმე. იქნებ მის ცრემლებს საზომი არ ჰქონდა. განა შეიძლება ღმერთს არ მიემადლა მისთვის ყველა ის სიკეთე, რაც ითხოვა, ის რომ მკვდარი იყო ამ სოფლისათვის. წარმოედგინეთ, აი ის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს აყვედრებდა. კვლავ თქვა, როცა მავანი იმ ადამიანს გაიხსენებს, რომელმაც დაამწუხრა ან ავნო, აბუჯა დაიგდო, ან აყვედრა, შეურაცხყო, უმიზეზოდ დაადანაშაულა, ან სხვა რაიმე ბოროტება შეამთხვია და მის წინააღმდეგ ბოროტი გულის სიტყვების შეთქვას დაიწყებს, იგი საკუთარ სულს უნებს. აი რამდენჯერ ყოფილა რომ ვიღაცა უხეში სიტყვა გითხრა, ვიღაცა უსამართლოდ მოგვექცა, ვიღაცამ რაღაც დაგვამწუხრა და მერე ესენი გვახსენდება. და ჩვენ მის მიმართ რაღაცა ბოროტებას ვფიქრობთ, რაღაცა ხო ყოფილა, აი თუ ქონიათ შემთხვევა, რომ გონებაში ჩვენ ვიღაცას ვეკამათებით, ის რაღაცას გვეუბნება თითქოს ის ამას გვეტყვის, მერე ჩვენ რაღაცას ვეტყვით. ის სინამდვილეში ეშმაკთან გაქვს საქმე. თორე იმ ადამიანს შეიძლება სულაც ზძინავს, ვისაც შენ მაგ დროს გონებაში ეჩხუბები. შეიძლება სულაც არ ფიქრობს შენზე. იქ ეშმაკი მოგიტანს და იმას ლაპარაკში ვერ აჯობებ. ის აუცილებლად დაგაზიანებს, იმიტომ ამბობს, რომ ის საკუთარ სულს ვნებს. წმინდა პაისი ათონელი ასეთ რამეს ამბობს. მთელი დედამიწის ადვოკატები რომ შეკრიბო, ადვოკატი ხო ესეთია, რომ აი შეუძლია რომ რაღაცა დაგისაბუთოს, დაგაჯეროს, რაღაცა შეუძლია მოკლედ, რომ თავისი სიტყვის ხელოვნებით შეიძლება შავი თეთრათაც კი მოგაჩვენოს, ხო? მთელი დედამიწის ადვოკატები რომ შეკრიბო, ერთ პატარა ეშმაკსაც ვერ მოუგებენო ლაპარაკში. ხოდან ვისთან გაქვს საქმე გონებაში, რომ შენ რაღაცას ელაპარაკები, უნდა დაფიქრდე, რომ რას მოიტანს შედეგად, თუ არა საკუთარი სულის უნებას. იგი საკუთარ სულს უნებს, რამე თუ ეს სრულიად საკმარისია მის წარსაწმედად. სხვაგან ამბობს წმინდა პაისი ათონელი, ერთი კეთილი ზრახვაო,
თავისი მნიშვნელობით მრავალ საათიან ღამისთევის ლოცვას უტოლდება. წარმოიდგინე, დაიჩვენა რომ აღდგომის მსახურებაზე დავდგარვართ და მთელი ღამე რო ლოცვაში გატარებთ. ერთი კეთილი ზრახვა რა არის? ვიღაცა უხეშად გითხრა რაღაცა. და ჩვენ ის კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეგ ასეთი და ეგ ისე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ვინ იცის რა მიიყვანა ეგ იმ მდგომარეობამდე, რომ ვერ მოითმინა და მე ესეთი რაღაცა მითხრა და გულში აპატია, გაამართლო გულში. დააყვედრო საკუთარ თავს, რომ ვერ მოითმინა მისი ნათქვამი და გეწყინა. არა ის, რომ მან რო ასე გითხრა. და ეგ არის კეთილი ზრახვა. და ეგ უტოლდება მრავალსაათიან ღამისთევის ლოცვას. და ბოლოს ნახეთ, აი რა ესეთ რაღაცას ამბობს. მე დღიური რომ ახლა ვფიქრობ ესეთ რაღაცები ამოვიწერო და ერთ-ერთი ესეც. თუმცა რა ვამბობ, გულის სიტყვების შეწყდა დაიწყოსო. თუ მას კეთილის ყოფლა და მკურნალად არ მიიჩნევს, საკუთარ თავს უსამართლოდ ეპყრობა. ანუ ის, ვინც გაწყენინებს, შეურაცხყოფს, მის მიმართ არამც თუ ბოროტი გულის ძრახვები არ უნდა აამუშაო, არამედ თუ მას შენს კეთილის ყოფლად არ მიიჩნევო, ესე იგი საკუთარ თავს უსამართლოდ ექცევია. რატომ ამბობ, რომ გევნება და გტკივა? იგი შენ გაგწმეთს. გმართებს მას ქრისტესგან გამოგზავნილ მკურნალად იღებდა. მოვალე ხარ იუნო ქრისტეს სახელისათვის და ძმას, რომელიც შეურაცხყოფს, კეთილის ყოფლად მიიჩნევდა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თვითონ არ ფიქრობს ამას, რომ შენი კეთილის ყოფელია, მაგრამ რადგან ღმერთმა ეს დაუშვა, აი უნდა იღებდა მისგან, როგორც აი მაგალითად დავით მეფის შესახებ, შენ არაერთხელ მოგვიყოლია დავით მეფე, როდესაც უკვე იდევნებოდა თავისი შვილი აბესალომი დევნიდან, მას მიყვება წინა მეფის საულის ერთ-ერთი ოჯახის წევრი სემეი გერას ძე. ასეთი პიროვნება იყო კოჭლი კაცი. მიყვება და დავითი ხევში მიდის თავის მებრძოლებთან ერთად, თავის აი ძალიან ძლიერ ვაჟკაცებთან, თავის დიშვილებთან ერთად და ეს ზემოდან მოდის თაზე და ამას აბრალებს წინა მეფის საულის სიკვდილს, პირველი მეფე ვინც იყო. არა და დავითი მის სიკვდილში საერთოდ არაფერ შუაში არ იყო. პირიქით, საული ებრძოდა მას, შურდა მისი, მოკლა უნდოდა მისი და დავითს ორჯერ ჰქონდა შემთხვევა, რომ ის მოეკლა. ერთხელ ბრძოლის დროს მას შესამოსლის კიდე მოაჭრა და არ მოკლა. ან ეს მოაჭრა რატო, რომ უთხრა ამით, რომ მე სადაც ეს კიდე მოგაჭერი, შემეძლო რომ შენც მომეკალი, მაგრამ არ მოკლა. ერთხელ მძინარეს კარვიდან ხმალი მოპარა, ააცალა და სადაც ის მისი ხმალი წამოიღო, მის მოკლას რაღაცა უნდა და მაგრამ დავითმა იცოდა, რომ ეს იყო ღვთივკურთხეული მეფე და მასზე ვინც ღმერთმა აკურთხა მეფედ, ის ხელს არ აღმართავდა, იმიტომ რომ ღვთისმოშიში კაცი იყო. და ეხლა მოდის და აბრალებს და ლანძღავს თან და დავითს მეუბრუნდებიან თავისი დიშვილები და ეტყვიან, რომ გინდაო წავიდეთო და რა უნდაო მაგ კოჭ ძაღსო, გინდა რომ წავიდეთ და მაგისი თავი ეხლავე აქ მოგიტანოთო. და დავითი ეუბნება, რასაც დავითი ეუბნება, ეს უნდა იყოს თითოეული ქრისტიანის განწყობა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც შეურაცხყოფს. ნახეთ რას ეუბნება, თან მეფეობი. რა გინდათო ჩემგანო? იქნება ღმერთს მაგისტრის უბრძანებიაო, რომ წადი და ლანძღე დავითი. და იქნება ღმერთმა შეიწიროს ჩემი მოთმინება და მომიტევოს შეცოდებები. ნახეთ აი რა განწყობა აქ. დაუშვათ ჩვენ ვიღაც შეურაცხყოფს. ჩვენ თუ ვიფიქრებთ, რომ იქნება ღმერთს უნდა რომ ესე მოხდეს, რომ მე ამითი რაღაც დამცირება და შეურაცხყოფა მივიღო. იქნება ამის მოთმინებით უნდა მაცხონოს ღმერთმა. აი ესე რო ვიფიქროთ, მაგრამ ესე ვიფიქრებთ. აი ეს არის სწორი. ეს არის ის გზა, სწორი ქრისტიანული გზა, რომელზეც წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლო დროსო აი ეს გზა გამეჩხერდება. ანუ ძალიან ცოტანი ღაიულია ამ გზაზე. ძალიან ბევრი შეიძლება იყოს აღსარებელიც, მაზიარებელიც, მაგრამ
შინაგანად აი ამ გზაზე რომ მიდიოდეს ასეთი სულის კვეთებით, ესეთი შეიძლება ბევრი არ იყოს. ამას ამბობენ წმინდა მამები. თუ შენ ბოროტებისგან თავისუფალი არ ხარ და არც ის სწრაფი გათავისუფლდე, პასუხისმგებლობა შენ გეკისრება. გლმობა და ტანჯვა სნეულის სულის ნიშანია, რადგან სნეული რომ არ ყოფილიყავი, არც უნება შეგემთხვეოდა. არც გეწყინებოდა, არც დამწუხდებოდა, არც გეტკინებოდა. ძმის მადლიერი უნდა იყო. მისი დახმარებით გააცნობიერე შენი სნეულება, ანუ ის რომ მან შეურაცხყოფა მოგაყენა და შენ რომ ამოხდი ტანსაცმლი, უნდა მიხვდე რომ ძმამ შენში გამოაშკარავა ეს. ამიტომ მისი მადლიერი უნდა იყო. იმიტომ თუ არავინ შეურაცხყოფას არ მოგვაყენებდა, ჩვენი თავი ძალიან მშვიდები და თამდაბლები გვეგონებოდა. ის ვინ ჩვენ დახმარება გვთხოვა, განა ის არის მიზეზი ჩვენი სიძუნწისა, მაგრამ მან თავისი დახმარების თხოვნით ჩვენში სიძუნწე გამოაშკარა. ეგრე არ გამოდის. მან ეხლა დავუშვათ პური ხო ყოფილა ვაშლი არის დამპალი შიგნით, გარედან კარგი. ეხლა ვინც ვაშლს გაჭრის შუაზე, იმის ბრალია რომ დამპალია, თუ იმან გამოაჩინა ამისი დამპლე. აი ეს ამდაგარად არის. მას ქრისტესგან გამოგზავნილ სამკურნალო წამლად მიიღე მისი საქციელი და თუ მადლიერების ნაცვლად სახალხოდ კიცხავ, დაიწყე პეგასეთი ეგისეთ. ადანაშაულებ და მასზე ცუდს ფიქრობ, ეს იგივეა ქრისტეს კაფიოდ და გულახდილად რომ უთხრა. არ მინდა განვიკურნო, არ მჭირდება შენი წამალი. მინდა ჩემს წყლულებში გავიხსნა, მინდა ეშმაკების მონა გავხდე. ანუ იმით რომ ჩვენს შეურაცხყოფას თუ მაჭიროებას ჩვენ სახალხოდ განვიკითხავთ და მასზე ვლაპარაკობთ. ეგ იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს უთხრა, რომ არ მინდა უფალო მე შენი წამალი. მე ჩემი წოდების წუმპეში მინდა რომ გავიხსნა ესე იგი. აი ამას ვეუბნებით. და ეშმაკების მონა გავხდე. მას რაღაც უნდა ქნას უფალმა, თავისი სახიერებით მოგცა მცნებები, როგორც პანაცეა ჩვენი ბოროტებისა. რომელთაც თავისი გამწმენდელი ძალითა და მოქმედებით ბოროტების აღმოფხრა შეუძლიათ. მას ვისაც სურს და სწადია კურნება, აუცილებელია რომ უდრტვინველად დაითმინოს ექიმის დანიშნულება, თუნდაც მწარე იყოს და სტკიოდეს. ავადმყოფსაც არ სიამოვნებს ხორცის მოკვეთა, მტკივნეული ადგილის მოწვა თუ მწარე სამკურნალო წამლის დალევა. პირიქით, ამის გახსენებაც კი მასში ზიზღს იწვევს. მიუხედავად ამისა, არ წმნებს საკუთარ თავს, რომ სხვაგვარად განკურნება შეუძლებელია. ემორჩილება ექიმს, რადგან იცის, მცირე ხნის მკურნალობითა და ტკივილით ხანგრძლივი სნეულებისაგან გათავისუფლდება. აი რა იმედით ითმის, რომ იმ მცირე ხნიანი ტკივილით გათავისუფლდება ხანგრძლივით და დაისვენებს. ხო ყოფილა ვიღაცას ტკივილის ტკივა ღამეებს ათენებს ეშინია ექიმის. მაგრამ მიხვდება, რომ არ ჯობია ერთხელ მივიდე და ვიდრე ამდენი ღამეები ესე ვათენო, ან რაღაცა სხვა რაღაცას ტკივა და მიდის. ძმა, რომელიც ზიანს გაყენებს, უფლის გამოგზავნილი სამკურნალო წამალია, რაც თუ მხნედ დაითმენ, ვნებებისაგან გათავისუფლებს. ხოლო თუ ვერ დაითმენ, საკუთარ თავს ვნებ. ასე რომ ნუ ეძებ მიზეს ძმაში. ჩვენ კი თითქოს ბოროტი გვაქეზებს, უგულებელ ყოფთ თავის ყვედრების სათნოებას და ამით უარს ვამბობთ ქრისტეს მიერ მოცემულ წამალზე და გააფთრებულები ბოროტს განვიზრახავთ ჩვენი კეთილისყოფელის წინააღმდეგ. აი ეს იყო ის ცირეოდენი, რაც მინდოდა რომ თქვენთვის წამეკითხა. დანარჩენი შეგვიძლია მერე გავაგრძელოთ სხვა დროს. ის მოსდანდება მიგეჭულებ ამ ცუდის ოფერს და ვერ ვიცით ისე თავი უნდა ავიძულოთ თუ როგორ უნდა მოვიცი. უნდა ვაიძულოთ თავი რომ და სინანული უნდა გქონდეს. სინანული უნდა გქონდეს. ჩვენ ყველა რაღაცაზე ვართ ასე თუ ისე მიჯეჭ. ეხლა აქ ვიზეც ლაპარაკი იყო იმ ბერზე. ის მართლა ძალიან დიდ
სიმაღლეს იყო მიღწეული. ახლა წარმოიდგინეთ, აი ვიღაცა მოვიდეს და დავუშვათ აი რაღაცას აკეთებ ადამიანი და ყველაფერი გაანადგურს. ჩვენ მოვეთქვით, რომ ბოლო ღერამდე დავაცდით, თუ პირველი ღერს რო ცოტა ოდნავ არასწორად შეხედავს, უკვე რეაქცია გვაქვს. ეს უბრალოდ ახლა ჩვენ იმ ბერივით შეიძლება ვერ მოვიქცეთ, მაგრამ შინაგანად აი როდესაც ჩვენ ხვდებით, რომ რაღაცა ხორციელი საქმეა გასაკეთებელი და სულიერი საქმეც არის გასაკეთებელი, ჩვენ რა არჩევანს ვაკეთებთ? აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას. რა არჩევანს დავუშვათ, აი სიტყვაზე აღსარებაზე უნდა წახვიდეთ თუ რაღაც სხვა საქმე აკეთო. წირვაზე უნდა წახვიდეთ თუ სხვა დილით რო ადგები და ილოცო თუ პირდაპირ რაღაც საქმეს შეუდგე და ასე შემდეგ. აი ჩვენ არაერთხელ დღის განმავლობაში გერბით ამ არჩევანის წინაშე და რას ვირჩევ? აი სიტყვაზე ვამბობ, სულად ძალიან მარტივი ამბავი. ჩვენ ხო ვიცით, რომ ყოველდღიურად სახარება უნდა ვიკითხოთ. დავუშვათ გამოგიცინდა დრო. ადამიანი რას აკეთებს? იღებს და სახარებას კითხულობს. მე ვფიქრობ, უფრო იღებს და სკროლავს რაღაცას. აი ტყუილა გაზდის დრო. ეგრე ვართ სამწუხაროდ, ეგრე. და იქ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი, რომ საერთოდ ესე იგი ჩვენ მიჯაჭვული ვართ იმ რაღაცას და არასწორად ვიყენებთ იმას. მე ვამბობთ ჩვენ ფიქრებში სამართლიანად, რომ დრო არ გქონდა. და რო დავფიქრდეთ, დრო ძალიან ბევრი გვაქვს, აიმისოთ იმ მცირედი შესასრულებლად, რაც ჩვენ უფლისაგან მოგვეცა. და თუ ადამიანი იმ მცირედში ერთგული იქნება, მე უფრო მეტსაც მისცემს. კარგით, ახლა ძალიან რო არ გადაგღალოთ. აქ იყო რამდენიმე შეკითხვა ჯადოსთან დაკავშირებით იყო. ჯადო არის, აი ფაქტიურად ეშმაკის მსახურია ადამიანი, ვინც ამას აკეთებს. მაგრამ იმისათვის, რომ თავი დაიცვას ადამიანმა, უნდა აი სხვადასხვა დღეს არის ხსენება წმინდა იუსტინას და კვიპრიანეს. ეს კვიპრიანე იყო მოგვი, ეშმაკის მარჯვენა ხელი. აქეთ ემორჩილებოდნენ მას ეშმაკები, იმდენად იყო დაწინაურებული ამ საქმეში. ერთ-ერთი ჭაბუკი რომ მივიდა, რომ ამ გოგოს მოჯადოება რო უნდათ, ეს გოგო მორწმუნე აღმოჩნდა და ვერაფერი ვერ გაუკეთეს. ბოლოს ამ კვიპრიანემ მიხვდა, რომ ესე იგი თუ ამაზე დიდი ძალა რაღაცა არის, მაშინ მას ვემსახურები და გადაწყვიტა, რომ მონახულები. და ეშმაკები იმდენად გააფთრდნენ მის წინააღმდეგ, რომ ხორციელად გამოუჩნდნენ და ცემა დაუწყეს. ის შემდგომში მღვდელმთავარი გახდა და საბოლოოდ მოწამეობრივად აღასრულა. იმდენად შეიყვარა ქრისტე, წმინდა კვიპრიანი. და ამ გოგონას სიმტკიცემ, რწმენის სიმტკიცემ, ის დაიცვა. იმ ყოველგვარი ჯადოსანი, რომ კურნებაც ეგ არის. რაც უფრო ადამიანი ეცდება, რომ ღვთის მადლი მოიხვეჭოს, ღვთის მადლზე ძლიერი არაფერი არ არის. მაგრამ თუ ადამიანი ამისგან დაუცველია, მაშინ ის უკვე ადვილად შეიძლება მოიწყლას, ადვილად მოსანადირებელი შეიძლება გახდეს. აქ არის კიდევ ესეთი რითი ვანუგეშოთ შვილმკვდარი დედებიო და მე ვფიქრობ, ის ვისაც შვილი გარდაცვლილი ყავს და ეს გამოიარა უკვე მით უმეტეს მორწმუნე, სწორედ იმ დედამ უნდა ანუგეშოს ის შვილმკვდარი დედა, იმიტომ რომ მას გამოცდილი აქვს ეს. მან იცის რა ტკივილია, მან იცის რომ როგორ გადაიტანა. ვისაც ამის გამოცდილება არ აქვს და ჯარი წერია რომ იმას ჰქონდეს ამის გამოცდილება, ხო? ის თავს ვერ ანუგეშებს. იმიტომ რომ მან თვითონ არ იცის. თუმცა ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ყოფილა შემთხვევა, რომ როდესაც შვილი გარდაცვლილა, დედას უთქვამს, რომ მე აღარ ვილოცებ, არაფერს არ ვიზავ, ჯარიც კი მოიხსნა. და მერე მოძღვარმა, ჩემმა მოძღვარმა დაარიგა, აუხსნა და უთხრა, რომ პირიქით ეშმაკს უნდა, რომ ყველაზე ძლიერი რაც აქვს,
ის წაართას. Ყველაზე ძლიერი დედის ლოცვა, რომელზეც ნათქვამია, რომ შეუძლია შვილი ჯოჯოხეთიდან ამოიყვანოსო და წარმოიდგინეთ, ეშმაკმა მოახერხა ის, რომ ამ ქალბატონს ჩაუნერგა თავში ის, რომ აღარ ილოცო შენი შვილისთვის. ყველაზე დიდი ნუგეში, რაც შეიძლებოდა ამ წუთის ოფელში მისი შვილისთვის ყოფილიყო, ეს არის დედის ლოცვა. და ეს წაართო და მიხვდა ეს ქალბატონი, რასაც ეუბნეოდა და ისევ გაიკეთა ჯარი, ისევ დაიწყო თავის შვილზე ლოცვა. ზოგჯერ ადამიანი ამბობს, რომ აი რა აზრი აქვსო ჩემს ცხოვრებასო და როგორ არა აქვს აზრი. ჩვენ რო ვფიქრობდეთ იმას, რომ გარდაცვლილი ადამიანი ღვთის წინაშე დგას და პასუხს აძლევს აი ამ თავისი ცოდვების გამო. სულ სხვაგვარად ვილოცებით მისთვის. რო ვიცით, რომ რა ელოდება ადამიანს, ან სასუფეველი მარადიული, ან მარადიული ჯოჯოხეთი და იქ მას სჭირდება ლოცვითი შეწევნა. და ღმერთი აი როგორი მოწყალია, ნახეთ. თვითონ ხო როგორც იცხოვრა კაცმა იცხოვრა. და ეხლა ღმერთს უნდა რომ სხვების ლოცვით მაინც აცხოვნოს ის ადამიანი. და წმინდა მამები ამბობენ, რომ თუ ესეთი ძალუმად მოვიდა სურვილი ამა თუ იმ ადამიანზე გარდაცვლილი გაგახსენდა და მისთვის ლოცვა მოგინდა. ეგ იმას ნიშნავს, რომ ღმერთს უნდა რომ შენი ლოცვით ის აცხოვნოს. კიდევ ერთი შეკითხვა იყო მეათედთან დაკავშირებით, აი მეათედის გაცემასთან. ძველ აღთქმაში თქვენ იცით, რომ იყო მეათედი, ახლა ცოტა ვრცლად არის ეს წერილი, მაგრამ მე ზოგადად ვიტყვი. მეათედთან დაკავშირებით იყო ასეთი, რომ ყოველ ადამიანს, ანუ ნახეთ რა იყო, ისრაელის 12 ტომი იყო, ერთ-ერთი იყო ლევიტელთა ტომი. ამ ლევიტელთა ტომის ადამიანები, შთამომავლები უნდა ყოფილიყვნენ მღვდელმთავრები, მღვდლები და ტაძრის მსახურები. მხოლოდ ამ ტომიდან, იმ 12 ტომიდან ისრაელს ან იაკობს 13 შვილი ყავდა, ერთ-ერთი გოგონა იყო დინა. 12 ვაჟი და ამ 12 ვაჟისგან წამოვიდა ისრაელის 12 ტომი. იმ 11 ვაჟის შვილებს შთამომავლებს უნდა მეათედი ეხადათ ამ ლევის ტომის შთამომავლებისთვის, რომლებიც იყვნენ ტაძრის მსახურები, მღვდლები, მღვდელმთავრები. იმიტომ რომ მათ ხო უნდათ რაღაც საარსებო ისინი, აი ამ მსახურებაზე იყვნენ გადამდგარი, ესე რომ ვთქვათ. და ეს უნდა დაწესებული. და მეათედი ახლა დღეს შეიძლება ადამიანმა არა მარტო იმისთვის გამოყოს დაუშვათ, შეიძლება ტაძარში შეწიროს თუ სასულიერო პირს თუ რაღაც საეკლესიო საქმეს რაღაცა ისე საფრთხოს. შეიძლება გაჭირებოს დაეხმაროს, გადადოს უბრალოდ 10 ტომარა რომ მოგივა, ერთი რო უკან ჩააბრუნო, ხო კიდე არის იმედი რომ კიდე მოგივა რა, რასაც გასცემ შენია, რასაც გასცემ ეგარი რომ დათეს. ადამიანი იტყვის რომ ისედაც ცოტა მოგცო და რაღა უნდა იმ ცოტას თუ სულ შეჭამ, ვეღარაფერს დათესავ და აღარ მოვა. უფრო ცოტა იქნება. აი სცადეთ, ვინც სცადა თავისი გამოცდილებით იცის რომ ეს არის უფრო მეტის მომტანი. იმიტომ რომ ესეც უფლის სიტყვებია. გამცემი ხელი არ დაცარიელდება. ხელი რომელიც ყოველთვის გასცემს, იქ ღმერთი ყოველთვის ჩადებს. ხელი რომელიც შეიკრება მხოლოდ სათავისოდ, იქ მხოლოდ იმას ჩადებს ღმერთი, რომ კაცს ეყოს. გამცემი ხელში ბევრს ჩადებს, იმიტომ ის სხვებისთვისაც. ახლა მაგალითად აი ჩვენ რო შვილები ყავს და დავუშვათ მიეცი კამფეტი და არ შეჭამა თავის დედმამიშვილს მისცა. მეორე მიეცი, ის მეორეს მისცა, მესამე მე. მეოთხესაც ხო მისცემ თუ მეხუთეს. რამდენიც გასცა ხო მისცემ რომ ამასაც შეხვდეს და თან გიხარია რომ ეს ესეთია რომ სხვებსაც აჭმევს. ესმე თან გიხარია, თანაც იმას არ მოაკლებს. მერტიც არ მოაკლებს ადამიანს. ალბათ ჩავავილოცოთ, მადლობა ღმერთს.